ჩვენ ღონისძიება გავმართეთ ჩვენი დევნილი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ჩვენ სკოლებში და ზოგადად დევნილ სკოლებში, განსაკუთრებით ჩასახლების ბავშვები, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სპორტული გართობა და ღონისძიება და ჩვენ გვინდა რომ აი ამ ესე ვთქვათ მოქმედებით პერმანენტულად ხელი შეუწყოთ ზოგადად სპორტის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მხრივ მეგობრობისთვის და ურთიერთობისთვის. ეს არის მომავალი თაობა ჩვენი აფხაზეთის, რომელსაც ჩვენ უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში და ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ძლიერი და გონებრივადაც აქტიური. ამისთვის ჩვენ გეგმავთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მშენებლობას, შექმნას და სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებებში აქტიურად განხორციელებას და გვინდა ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მომავალი თაობის გაზრდაში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ღებულობთ ამ აქციაში მონაწილეობას. ჩვენი მცირედი წვლილით, მაგრამ იმედია, რომ შემდეგში უფრო დიდი მასშტაბებით ჩავერთობით. მიზანი არის ის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათ გვერდში ვართ, ვცდილობთ ყველანაირად მათ დახმარებას. რა თქმა უნდა, აგრეთვე არის მიზანი ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების, ფეხბურთელების გამოვლინების, რომელსაც მათ შემდეგში მიეცემა შანსი, რომ გააგრძელონ თავის საქმიანობა. აგრეთვე დასუფთავების აქცია ტარდება, რომ მივაჩვიოთ ჩვენი ბავშვები სისუფთავეს და იცოდნენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ცხოვრების წესი. ძალიან კარგად იყო გაკეთებული, მოგვეწონა, გაგვეხარდა რომ მონაწილეობა მივიღეთ და კიდევ გვინდა ამ ტურნირში მონაწილეობა და მადლობა ორგანიზატორებს. შვენიერი ტურნირი იყო, ბევრი ბავშვი გავიცნეთ, ახალი მეგობრები შევიძინეთ, გავერთეთ და ვითამაშეთ ფეხბურთი, რაც ძალიან მოგვეწონა და მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. ძალიან გავარეთ რომ ფეხბურთი ვითამაშეთ და მეტი მეგობრები შევიძინეთ.